დაპირებული და დაანონსებული სტუმრები, მოკლედ იმედის დილა პირდაპირ ეთერში სწორედ მათთან ერთად ბრუნდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბის შესახებ უნდა მოვუყვეთ ჩვენს ტელემაყურებელს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ინიციატივას უკვე 3 წელია წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში და იმ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს შორის, რომელსაც ის დრო და დრო ახორციელებს ხოლმე, ამჯერად კიდევ ერთი თარიღი 3 დეკემბერი შეემატება, როცა მსოფლიოს სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. შეგვიძლია უკვე რომ მაყურებელს გავაცნოთ ჩვენი სტუმრები. კი ბატონო თაკო, ესე იგი ჩვენი სტუმრები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ტატა ხვედელიანი, ქვემო ქართლის გუბერნატორი ბატონი პაატა ხიზანიშვილი და ის ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხანში დაგიმტკიცებენ, რომ არანაირი შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. დილამშვიდობის, მადლობა პირველ რიგში რომ დღეს ჩვენთან ხართ. პირველ რიგში მოდი თაკო, პირველ რიგში მინდა გითხრათ, ვიცით რომ დაგეგმილია უამრავი აქცია ამ თარიღთან დაკავშირებით და ძირითადად ეს მოხდება ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. და აი რა იგეგმება რომ მოგვიყვეთ თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად რომ გავიგოთ რა ხდება, როგორ აპირებთ ჩატარებას ამ ყოველთვის და ორგანიზებას. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, მოგესალმებით დილამშვიდობისა. დავიწყოთ იმით, რომ 3 დეკემბერი ჩვენი სამინისტროსთვის და ალბათ მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს მეორე წელია და ეს უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. შაშა მქონდა ღონისძიება იმერეთში. ეს ღონისძიება გახლავთ ასე ვთქვათ, შერეული ხასიათის, გვაქვს სპორტული აქტივობები, ასევე კულტურულ შემოქმედებითი მიმართულება, რომელშიც შედის გამოფენა, გაყიდვები, გამოფენები, აქ არის ხელნაკეთი ნივთების სამაკაულები, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თვითონ აკეთებენ და ეს ყველაფერი სრულდება კონცერტით 6 საათზე, დასკვნითი კონცერტით, ასევე რომელშიც მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ცნობილი სახეები. როგორც უკვე აღნიშნე, შარშან უმასპინძლობდა იმერეთის რეგიონი, წელს ქვემო ქართლი უმასპინძლობს, ძალიან გვიხარია და შარშანდელისგან განსხვავებით ასევე არის ის, რომ ორ ქალაქს ექნება უპირატესობა, ეს იქნება მარნეული და რუსთავი. მარნეულში ექნება სპორტული აქტივობები და რუსთავში კონცერტი. ბატონო პატამად, მაშინ თქვენ გითხარით როგორია სამზადისი ამ დღესთან დაკავშირებით და ვთქვათ იგივე თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რომ მსგავსი ტიპის აქცია ტარდება ქვემო ქართლში. მოგეცემთ რომ განსაკუთრებულია ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანობა, ასეთი ერთიანობა არასდროს არ ყოფილა და განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ადამიანის უფლების დაცვას, როცა ეხება განსაკუთრებით ასეთი განსაკუთრებული ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას და მათამდე განსაკუთრებულ ყურადღებას. ამაში მთლიანად ყველა მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტი, რუსთავის მერია ჩართულია და ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, უბრალოდ ჩვენი ზეიმი გვაქვს ჩაფიქრებული სამში, თორემ თითქმის ყოველი დღე ეს არის ზრუნვა, განსაკუთრებული ზრუნვა იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების რეალური წევრები არიან და ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს ადამიანები და განსაკუთრებული უნდა იყოს მთელი საზოგადოების მომზადება, მათი განსაკუთრებული განათლება იმისთვის, რომ ისინი ამ ჩვენი საზოგადოების ბატონო პატა, თუმცა ამის მიუხედავად ძალიან ხშირად ხდება ხოლმე და საერთოდ მსოფლიოში არის ასე, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სწორედ იმ უმცირესობათა ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელთა დისკრიმინაცია საზოგადოების მხრიდან, იგივე სახელმწიფოს მხრიდან. ნუ რას ვიზავთ, ეს მაინც ასე ხდება ხოლმე. მე მაინტერესებს როგორია მდგომარეობა და ვითარება იგივე რეგიონებში ამ თვალსაზრისით. თქვენ თუ გაქვთ მონაცემები, რამდენად ცდილობთ, რომ შეამსუბუქოთ მათი სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა, თქვათ იგივე აქტივობების გამართვას რამდენად ხშირად ახერხებთ ხოლმე? სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად განსაკუთრებულია ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვანაირი როლი შევიტანოთ და სხვანაირი მიმართულება მივცეთ სწორედ ამ მიმართულებით მუშაობას. მოგესალმებათ, რომ კანონიც გვაქვს მიღებული ამ ადამიანის უფლებებზე, თვითონ ახალგაზრდობის განვითარებაზე და რაღაც სხვანაირ ტონს აძლევს ქვემო ქართლი. იმიტომ იყო რომ ახალგაზრდობის სამინისტრომ სწორედ ამიტომ აირჩია ქვემო ქართლი, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ და ვცდილობთ, რომ სხვა ტონი შევძინოთ აი ამ ურთიერთობებს და იმ ადამიანებს
რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართული კულტურაში, ხელოვნებაში, სპორტში, სამსახურებში. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი სამინისტროსთვის სწორედ ეს იყო, რომ რა პრიორიტეტებით როგორც თავიდან თქვენს აღნიშნეთ არის შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში და თქვენ რა მაინტერესებთ იცით თან ვითუმეტეს პროექტის მგონი დევიზი არის მესიჯი ასე ვთქვათ არა ბარიერს არა შეზღუდვებს ხო და მაინტერესებს თქვენ რამდენად გაქვთ კომუნიკაცია ამ ადამიანებთან თუ შეიძლება ყველასთან ვერ მოახერხოთ მაგრამ თქვა უმეტესობასთან მაინც თუ გაქვთ რაიმე შეხება რომ შემდეგ თქვენ ესენი პროექტში დაასაქმოთ ან რაღაც სხვა მხრივ ალბათ ერთ-ერთ დადებით თვისებად ერთ-ერთ დადებით ფაქტად ჩავთვლი იმას რომ ძალიან გაზრდილია ზოგადად სპორტის და ახალგაზრდების საქმეთა სამინისტროსადმი მომართვიანობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხრიდან ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება ჩვენს კონტაქტი გვაქვს ძალიან ბევრთან გვაქვს ბაზა რომელშიც რეგისტრირდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შემდეგ ღონისძიების მიხედვით ჩვენ მათ ინფორმირებას უწევთ და ისინი ერთვებიან. კონკრეტულად ამ ღონისძიებაში ჩვენ ვიწევთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს რომ ჩაერთოს. აქ იქნება 6 სპორტის სახეობა, ეს არის დარცი, ჭადრაკი, შაში, ნარდი, სირბილი 30 მეტრზე და მკლავჭიდი. ასევე გამოფენა გაყიდვის ნაწილი. მათი სურვილით ხდება, ვთქვათ, აქტივობების არჩევა თუ აქტივობების არჩევა ნამდვილად, ანუ 3 დეკემბერს მანამდე უნდა დარეგისტრირდნენ მუნიციპალიტეტში კონკრეტულად ან სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მოგმართონ. ჩვენ წინასწარი სიების მიხედვით 3 დეკემბერს ამ შეჯიბრებებს ჩავატარებთ ჩვეულებრივად და რა თქმა უნდა ყავს მხარდამჭერები, რომლებიც დააწესებენ პრიზებსაც. მე თავად მათ მინდა რომ გკითხოთ, საინტერესოა, რამდენად უწყობს მსგავსი ტიპის პროექტები მათი ინდივიდუალიზმის განვითარებას, იგივე შესაძლებლობების რეალიზაციას და რამდენად მნიშვნელოვანია ამ აქტივობებში ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა, როცა ესე დავუშვათ, თუ სპორტი არის ან სხვა რამე აქტივობა, ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, სხვა ადამიანებთან, ან სოციალური თემა არის, რა თქმა უნდა. ასევე თვითრეალიზაციის შეგრძნება გვაქვს, ბუნებრივია, როცა ხა შენ თამაშობ რაღაც სპორტში, აზარტი გაქვს, ხა რაღაცა მოგების სურვილია, ჩემპიონატია და ასე შემდეგ. და ამ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სარგებლიანობის შეგრძნება, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა სარგებლის მოტანა სხვებისთვის, თუნდაც რაღაც ხელოვნების ნიმუშს თუ დავამზადებთ, რომ საზოგადოებამდე ჩვენ სათქმელს მივიტანთ და ასე შემდეგ. საერთოდ შაში მოგესალმებით, უფრო მაღალი დონე იყო საქართველოში და შაშის კულტურა დაეცა, მაგრამ უსინათლებმა უფრო შეინარჩუნეს, სხვათა შორის უსინათლოთა ჩემპიონატში ახალგაზრდებში ორჯერ ზედიზედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. რა თქმა უნდა, საერთოდ მნიშვნელოვანია შაშის პირების რეალიზება საზოგადოებაში და ეს აუცილებელია, რადგან ჩვენ შევძლოთ ისეთივე რეალიზაცია მოვახდინოთ ჩვენი თავის, როგორც ჩვეულებრივად სხვებმა. მე მინდა რომ მაყურებელს შევთავაზოთ კოკას და თორსტები ნინოს, ხო? ერთ-ერთი საინტერესო ძალიან ნომერი, რომლის ნახვის შესაძლებლობაც მაყურებელს სწორედ ახლა ექნება. შეგვიძლია ხო უკვე დავიწყოთ? ვალა. კი ბატონო.
მართლა ძალიან ემოციური იყო ეს ნომერი ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა. ბრავო, ძალიან დიდი მადლობა. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო, რომ 3 დეკემბერს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე და არ ვიცი, უნდა მოგიწოდოთ აუცილებლად, რომ ჩაერთოთ თქვენს იმ აქტივობებში, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მე მინდა რომ გისურვოთ წარმატებები, მართლა მოხიბლული ვარ თქვენით. მე ვერანაირი შეზღუდული შესაძლებლობები ვერ დავინახე, პირიქით დავინახე ძალიან ინდივიდუალიზმი ძალიან დიდი, ძალიან ისეთი პოზიტიური ენერგეტიკა და სხვათა შორის აი ძალიან მაგარი თამაში მიდის დაძაბული ასე ვთქვათ სულ 4-4 აქვს მოკლული ახლა ერთმანეთის შაშკიში ასე ვთქვათ და ძალიან დიდი დაძაბული ბრძოლა მიდის იქით რო იცოდეთ. ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ და